ბატონო. მოკლედ, შემოგვიერთდა ზაკ მირიანაშვილი. დილამშვიდობისა მეგობრებო, კიდევ ერთხელ მიხარია რომ გიერთდებით, მით უფრო რომ უნდა ვისაუბროთ იმ ფილმზე, რომელიც ტემპერატურის მატებასთან ერთად უფრო და უფრო საინტერესო და აქტუალური ხდება ჩვენთვის, ქართული მხატვრული ფილმი ჩიორა 40 წელზე მეტია, რაც ქართული მაყურებლის საყვარელი კინონამუშევარია, როგორ იქმნებოდა ფილმი, რომელმაც აფხაზეთის ულამაზესი ბუნება, ახალგაზრდული ენერგია და ნოსტალგიური მუსიკალური თემა გააერთიანა და მოუყარა თავი ამ ყველაფერზე ფილმის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი თენგიზ გიორგაძე არის ჩვენი სტუმარი. ბატონო თენგიზ, ძალიან გვიხარია. დილამშვიდობისა ბატონო, დილამშვიდობის. ძალიან დიდი მადლობა მომბრძანების. თქვენს მადლობა რომ გაიხსენეთ ეს ასაკოვანი მსახიობი. დიდი მადლობა. ჩვენ ზაკი არასდროს არ გვაძლევს არც ერთი მსახიობის დავიწყების უფლებას და ნუ არც დაგვავიწყდება არასოდეს მით უმეტეს. ჩემს გარეშეთ თქვენ ისეთი როლები შეესრულეთ, ისეთ ფილმში მიიღეთ მონაწილეობა და იმ პერიოდში სინჯზე, კასტინგზე, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, მთავარი როლის მოპოვება უდრიდა, რა ვიცი, უმაღლესში ჩაბარებას და ძალიან ისეთ დიდი კონკურსი იყო. კი, ძალიან დიდი კონკურსი. აი, როგორ მოხდით ამ სურათზე? და დებიუტანტები იყავით, ხო, სამი? დებიუტანტები ვიყავით, ხო. პირველ რიგში ზაკ, მადლობა მინდა შენ მოგახსენო მოწვევისათვის. მეორე რიგში მაყურებელს ჩემი მთელი ცხოვრება არის განუყრელი მაყურებელთან ურთიერთობა და დიდი სიყვარული მაქვს მათდამი ძალიან და პატივისცემა, მოწიწება. ჩემმა მაყურებელმა დიდი როლი იმუშავა ჩემს ჩამოყალიბებაში, იმიტომ რომ იმდენად პოპულარული გავხდი, რომ უფლება არ მქონდა, რომ სადმე რაიმე შესწორმა დამეშვა ცხოვრებაში და პასუხისმგებლობები იმატებს ამას. ხო. ქონდა დიდი და ვარ ბედნიერი ჩემი მაყურებლის ჩემი აღზრდისთვის სიყვარულით ვარ ბედნიერი. აი ზაკმა აღნიშნა დასაწყისშივე რომ სინჯების ამბავი ძალიან საინტერესოა. როგორ მოხდა? გაიხსენეთ, ჩვენც გვაინტერესებს. როგორ მოხდა და როცა რეჟისორებმა მიმიყვანეს მე სინჯზე ძალიან ბევრი მსახიობები იყვნენ და პირველი რაც მოხდა საოცრება მე ძალიან ბევრ სინჯებს მიკეთებდნენ, იმიტომ კი არა რომ მე ვაინტერესებდით, არამედ პარტნიორები ჩემთან კავშირში როგორ იქნებოდნენ. და აქედან მივხვდი რომ ალბათ მე უკვე ამ ფილმში ვითამაშებდი, მაგრამ ჯერ თვითონაც არ იცოდნენ მე რა როლს ვითამაშებდი. და ნუ ეხა მე არ ჩამოყვები ყველა მსახიობს, იმიტომ რომ დიდ დროს წაიღებს ეს ვინც სინჯებზე დარიოდა. და თანაც აზრს მეც მეკითხებოდნენ. მე მსახიობზე ვერ ვიტყვი ვერასოდეს ცუდს და უარს. ეს რადონის მსახიობიც არ უნდა იყოს, მე პატივისცემა მაქვს ჩემ კოლეგებზე, სიყვარული მაქვს, ყველას ვაქებდი, მაგრამ შემეძლო რომ ოდნავ ქება ამეწია სხვაზე. ასე მოხდა კაპიტანი ხათუნას შემთხვევაში? ხათუნას შემთხვევაში და ჩიორას შემთხვევაში. როცა იყო საუბარი იმაზე, რომ ჩიორა თითქმის მე უნდა მეთამაშა, იმიტომ რომ ესეთი ახალგაზრდა მსახიობის პოვნა, რომელიც 18 წელს არ ცდებოდა, აკმაყოფილებდა ჩემი ვიზუალი და ამიტომ მე უკვე უნდა ყოფილიყავ იმ ფილმში რომელიღაც როლზე რა, ბიჭების რომელიღაც როლზე, მაგრამ იყო ისიც რომ შეიძლება და ჩიორაც მეთამაშა, რომ არ გამოჩენილიყო გოჩა აფციაური. და რადგან გამოჩნდა გოჩა აფციაური, მე ვთქვი რომ ეს მეთქი ჩიორაზე წავა, ჩვენ ამას ვათამაშებთ როლს. აი თქვენც მიიღეთ მონაწილეობა. მე მეკითხებოდნენ აზრს და ვეუბნებოდი რომ მე კი მხიბლავს ახლა ჩიორას როლი მეთქი, მაგრამ ეს კარგი იქნება მეთქი იმ როლზე და მე იქით
როგორი დიდსულოვანი გადაწყვეტილება დასაფასებელია ძებებზე მეტყველებს. ხო, ეხლა დასაფასებელი მე თუ მკითხავთ ამაში არაფერი არის. ჩვენი სარწმუნოებიდან გამომდინარე მსახიობი ვარ, შესაბამისად ძალიან კარგად ვიცი თუ რა ხდება ამ სფეროში, როგორია კონკურენცია, მაშინ განსაკუთრებით როდესაც დამწყებია მსახიობი და რაღაც დებიუტანტი ხარ და ტრამპლინი უნდა გახდეს. კი ბატონო და ამ დროს როდესაც ესეთ ინიციატივას იჩენ თავად მსახიობი, ეს ნამდვილად არის დასაფასებელი. თქვენ შეიძლება ეს არ თქვათ, მაგრამ ჩვენ გეტყვით. მადლობა, დიდი მადლობა, მაგრამ აქ დიდი როლს თამაშობს სარწმუნოება შენი. შენი სარწმუნოება თამაშობს იმას, რომ როდესაც შენ სხვისთვის გინდა კარგი, გიბრუნდება მე. მთელი ცხოვრება ოჯახიც და უფროს თაობის წარმომადგენლები ამას მასწავლიდნენ ცხოვრებაში და რატო უნდა უსურვო ვინმეს ცუდი ცხოვრებაში, როდესაც შეგიძლია ინატრო რომ ღმერთო ყველა ჩემზე უკეთესად იყოს დედამიწაზე და მე ჩემში შურსაც მოუკლავ და ყველაფერს მოუკლავ რა. ფაქტია რომ მიუხედავად იმისა რომ თქვენ შეიძლება ითქვას უარყოფითი როლი გქონდათ ჩიოროსთან შედარებით მაინც ხო ასე მაგის საკამათო თემაა მოსკოვის კინოფესტივალზე, როდესაც ჩვენ ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ მაინც შემიყვარა ხალხმა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ როლი ასეთი იყო. და ეს არის სწორედ იმისი დამსახურება, თქვენ რაც ახსენეთ ახლა. ორმა მოაზროვნეებმა შემიყვარეს მე, ვინ სწორედ აზროვნებდა, იმიტომ რომ ეს მაშინდელი გადმოსახედიდან ჩიორას აქციელი არ არის გამართლებული, როდესაც შენ ოჯახში იჭრები და მურმანის ეკალიხტები. ამაშია საქმე. მეორე გოგონაც აღმოჩნდა მსუბუქი ყოფაქცევის, ხო, რომ სიყვარულს რომელსაც გააყვაც ცოლად, ეგრევე უღალატა მეორე კვირას რა, ვერ გაძლო ერთი კვირაც კი რაღაც ვერც გაჭირვებაში თუ გახსოვთ თქვენ ეგეთი ქორწინების ისა ეგეთია რომ მამაო გეუბნება რომ ჭირშიც და ლხინშიც თქვენ სიკვდილამდე ერთად როდესაც ჯვარს იწერ ერთმანეთს არ დასცილდებით და ეს უბრალო სიტყვები არ არის ეს რა თქმა უნდა ხო და ეხლა აქედან გამომდინარე ეს ნიკა არის აი ალალი ადამიანი რომელიც ენდობა ყველა გამლელს ქუჩაში ეხლა რო წაბორძიკდა ადამიანი ხო დაუშვათ ნუ ნასვა მდგომარეობაში იმას კი ხელი კი არ უნდა მიაშველო რომ წაიქცეს უნდა შეაშველო ხელი რომ წამოაყენო ხო და ეს ესეთი ალალი კაცია ოჯახის შექმნა არ ელოდება საშიშროებას არავისგან გარემ იმიტომ რომ ის თავისი გადმოსახედიდან უყურებს ყველა ადამიანს და იმ დიდი სიყვარულით, იმ დიდი მოფერებით. აი ამას აი ახლა რასაც მსჯელობთ, მაშინაც ესე ფიქრობდით ამ პერსონაჟზე. საინტერესო. დაახლოებით კი, მოსკოვის კინოფესტივალზე მე როდესაც ერთადერთმა გოგონამ აი ესეთი პატარა ნაგლეჯ ფურცელზე ეწერა რუსულად რომ შეხვედრა რო იყო ჩვენთან, თელ ჯგუფს მილიონი აი თაბახები ესე დაუგროვდათ ის რა ქვია შეკითხები და ჩემთან არავინ მე ესე კუთხეში ვიჯექი ჩემთვის წყნარად არავინ არაფერს არ მეკითხებოდა და არც გამოსულ არენაზე მიკროფონთან რომ რაიმე მეთქვა და ერთმა გოგონამ ვიღაცა მომწე ესეთი პატარა ნაგლეჯი ფურცელი და ეწერა თქვენც ესე ფიქრობთ რასაც ესენი ლაპარაკობენ და ეს ეწერა вы тоже так думаете ხო და მე ავიღე ეს ფურცელი, ნუ რომ გამოვართვი ეს ფურცელი და ესე ავწიე და ნუ გაიცინა ეხლა 10000 კაცი დარბაზში ზის რა, კინოფესტივალის დარბაზში ზია. ხო და მეთქი არა მეთქი მეც ისე ვფიქრობ როგორც შენ მეთქი რა. და წავედი და დავჯექი. მივხვდი რომ ის რას მეკითხება. რა იყო მისიაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ როდესაც მსახიობი საკუთარ როლს აკეთებს, ყველა პერსონაჟს ნებისმიერ სცენაში აქვს თავისი სიმართლე. ყველას გააჩნია საკუთარი სიმართლე და ეს სიმართლე შემდეგ ძალიან კარგად აისახება ხოლმე. აისახა და ყველა თელმა, აი ყველა აყურებელმაც და სულ ყველამ აბსოლუტურად და ჯგუფმაც კი აი ამ კუთხით არ უფიქრიათ რა.
და აიტაცეს ეს ყველაფერი და მოეწონათ ჩემი გადაწყვეტილება რომ ასე რომ ბატონო თენგიზ, აფხაზეთში გადაღებული ერთ-ერთი ბოლო ფილმია, იმიტომ რომ შემდეგ უკვე მთლიანად ეს სისტემა დაიშალა. აი როგორ დარჩა თქვენს მოგონებებში აფხაზეთში ეს სცენები, რომელსაც იღებდით ფილმის და უცნობი ამბები რომ გაგვიზიაროთ გადასაღები მოედნიდან. აფხაზეთი მე შემიძლია ვთქვა რომ სოხუმელი ვარ მეთქი რა. ისე მიმიღო სოხუმმა ისეთი სიყვარულით. იმ პერიოდში ჩემთვის პრობლემა არ არსებობდა სოხუმში ჩასვლა. ქართველი თუ აფხაზი ვინც დამინახავდა ეგრევე სახში მივყავდი მიპატიჟებული ვიყავი. არც სასტუმრო მჭირდებოდა, არაფერი აბსოლუტურად რა. ისეთი ურთიერთობა მქონდა მთელ სოხუმთან და მთელ აფხაზეთთან. ხო და რა ვიცი, დიდი სიყვარული მაქვს. ძალიან დიდი ნოსტალგია მაქვს. რა თქმა უნდა, დიდი ტკივილი მაქვს. ერთ რაღაცას მინდა ეხლა ხაზი გაუსვა. გუშინ წინ იყო მსახიობი ლიანა მიქაშავიძის იუბილე. და მე უნდა ყოფილიყავი ამ იუბილეზე, მაგრამ ჩემი მეუღლე იყო ირმა კეკელიძე, ისიც ავტორია ფილმისა მაგრამ რამერე თუ ხსმენიათ ეს ფილმი. ხო ისიც აფხაზეთის თემას შეეხება და ჩვენ გვინდოდა რომ რაღაც სერიალები გვეკეთებია შემდგომ ამ ფილმის შემდეგ აფხაზეთზე. მე წარდგენილი ვიყავი საპატიო მოქალაქეობაზეც, მაგრამ ვერ მოვასწარეთ. იმიტომ რომ ეს ამ ერთმა ფილმმა ქნა და იმ ურთიერთობამ იმ ხალხთან ჩამოაყალიბა. ისეთი სიყვარული მქონდა ყველასთან, ქართველთან თუ აფხაზთან, ქუჩის დამლაგებელთან თუ პრემიერ-მინისტრთან თუ ვისთანაც თუ პოლიციის უფროსებთან თუ ვისთანაც, ყველასთან მქონდა აი იდეალური დამოკიდებულება. ბატონო თენგიზ, რამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა აფხაზეთში გადაღებები? 3 თვე მინიმუმ, ეხლა ზუსტ ვერ ვიტყვი დღეებს, მაგრამ მინიმუმ 3 თვე ეს მთელი ცხოვრებაა და ხო და მუსიკა გადამწყვეტი როლი აქვს ამ ფილმში. ბასილაიას ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია ნამდვილად. თავად კომპოზიტორთან თუ გქონდათ მსახიობებს კონტაქტი ფილმზე მუშაობის დროს და ბუთხუს ბასილაიას როგორ გაიხსენეთ? გქონდა. ხო ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა მე პირადად, იმიტომ რომ ანრი და მე ერთად ვსწავლობდით ინსტიტუტში ერთ პერიოდში და მეგობრობდით ძალიან და მამებთანაც მქონდა ურთიერთობა და მეგობრობა და როგორ შეიძლება და ახლა ბუთხუსთან თუ ურთიერთობა არ ქონდა ადამიანს, მაშინ ესე იგი ცოტა ეხლა ეროსი რამაზი და მიიცით ახლა ვინც მაშინ იმ პერიოდში მიყავდა რუსთაველის თეატრის ესა წამყვანი მსახიობები ვინც იყვნენ, მასთან რო ქონდა ურთიერთობა თავისთავად ხელოვნების ყველა წრის წარმომადგენელთან ქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა. ბუთხუს ვეძახოდი, ბუთხუს და არა ალექსანდრეს. და არა ალექსანდრეს იყო ჩემი მეგობარი, როგორც მისი შვილი. და ეს იყო ულამაზესი პიროვნება. აი, და ულამაზესი მუსიკალური თემა შექმნა თქვენი ფილმის. ხაბარი. უღრმესი მადლობა და აი ბოლოს ცოტა დრო გვჩება და იმ ადამიანებმა, რომლებმაც ამ ფილმს ესე უერთგულეს და ახლაც ჩვენს ეთერს რომ ჩართავენ და თქვენ რო დაგინახავენ, სითბო ჩაეღრებათ გულში, რას ეტყოდით? რას ვეტყოდი? იმას ვეტყოდი, რომ იქნებ როგორმე ეს ჩვენი ქვეყანა შევინარჩუნოთ რა და იქნებ რაღაცნაირად დავძმობილდეთ. დავდობილდეთ, აი დავმეგობრდეთ და ჩვენი ქვეყანა შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ აი ისიც რაც ხდება დღეს ქვეყანაზე, რაც ხდება საქართველოს თავს, არაფერი არ გადაგვარჩენს ჩვენ თუ
ხელი არ ჩავკიდეთ ერთმანეთს, არ შევიყვარეთ ისე, როგორც ჩვენი სარწმუნოება კარნახობს ჩვენ ქვეყნის გარეშე არ ვიქნებით. არავინ, არც ქართველები ვიქნებით უბრალოდ არსებები და არა ქართველები. თუ გვინდა ქართველები ვიყოთ, ფილმიც დარჩება. ჩვენს დავრჩებით და სიყვარულიც დარჩება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მომავალი თაობაც გაიზრდება სიყვარულით. უღრმესი მადლობა თქვენ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენ. მადლობა.